უკვე 10 დღე არის ყოველდღე რუსთავიერი რეკავს და ითხოვს ჩემ კომენტარს, როდესაც ყველაფერი მშვენივრად იცის თვითმმართველობასთან დაკავშირებით. რატო? იმიტომ რომ ოცნებაში ჭირდება თვითმმართველობა, რომ ჩასვას რუტინად, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები ისედაც მოდის, ახალი არჩევნების მოთხოვნა კრიზისის გამოძახილია და უნდა რომ კრიზისი განეიტრალოს და რატო უნდა ვითამაშო იმის მოედანზე, როცა ის ცდილობს ამას, ხო? მე შემიძლია ამხსნა, რატო არ უნდა იყოს ეს ყველაფერი თემა, იმიტომ რომ ახალი არჩევნების თემა არ მოხსნილა და ახალი არჩევნების თემა რო არ მოხსნილა და ეს რო ანერვიულებს ხელისუფლებას, ამიტომ ცდილობს ამის შემოტენვას და ტაქტიკურად არ გვინდა მანდ გადასვლა, თორემ პრობლემა კი არა მაქვს იმისი რომ ახსნა. კიდევ ერთხელ ეს კრიზისი რაც ქვეყანაში შეიქმნა და რის გამოც მე პირადად კვირაში ორთხელ ან ორჯერ მეტჯერ ვერ გავდივარ და აქციაზე ვდგები, ხო? ეს შექმნა იმან რომ 28 ნოემბერს ხელისუფლება გავიდა საერთოდ ყველანაირი კონსტიტუციის და ქვეყნის სუვერენიტეტი დააყენა საფრთხის ქვეშ, ხო? 28 ნოემბრის გაწყვეტილება ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასია რეალურად, იმიტომ რომ ეს ჩვენი საგარეო არჩევანია, რომელმაც ჩვენი ნების წინააღმდეგ ხელისუფლება მოარიცხა. ეს